ტრაგიკული სტატისტიკაა ეს. მათ შორის შეიძლება ვთქვათ, დავინახოთ თუ არა ამ სტატისტიკის უკან რაღაცა მიზეზები ამ ყველაფრის და თქვენ როგორც ამ მიმართულების სპეციალისტი და მცოდნე როგორ უყურებთ ამ სტატისტიკას? რა იწვევს ასეთ მაღალ სიკვდილიანობას? დილა მშვიდობისა კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. სტატისტიკა მძიმეა და ის აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 3-ჯერ, 4-ჯერაც კი, ხოლო საუკეთესო ევროპულ მაჩვენებელს 7-ჯერ. ბევრი წიაღსვლაც არ არის საჭირო, რომ და კვლევები თუ რა იწვევს ამ მიზეზებს, რეალურად ყველაფერი ხელის გულზია და მთავარი პრობლემა მაინც მდგომარეობს იმაში, რომ საგზაო უსაფრთხოება როგორც დარგი არ არის ბოლომდე პრიორიტეტულად განსაზღვრული და მაგალითად ლიეტუვის მაგალითს შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ევროკავშირის საუკეთესო პროექტი ლიეტუვას ჰქონდა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, ვინაიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაღუპულების კლების ზუსტად მათ აჩვენეს წლების განმავლობაში არის ის, რომ საგზაო უსაფრთხოება სჭირდება პასუხისმგებელი სტრუქტურა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია საგზაო უსაფრთხოებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც დამატებით სამინისტროები და დეპარტამენტები შეიქმნას, არსებული რესურსითაც კი შესაძლებელია, რომ არსებობდეს აი ამ საგზაო შემთხვევებზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. ჩვენ დღეს გვაქვს ესეთი ვითარება, რომ გაფანტულია ეს საგზაო უსაფრთხოება, ნაწილი არის ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ნაწილი არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტრო არის პოლიტიკის განსაზღვრელი საგზაო უსაფრთხოების და ასე შემდეგ. ამიტომ თავარი მიზეზი ამისი არის ის, რომ მენეჯმენტი ამ საგზაო უსაფრთხოების არ არის ეფექტიანი. გვაქვს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიიღება და შემდეგ ყოველწლიურად ასე ვთქვათ ხდება გადახედვა, მაგრამ აი ამ სტრატეგიაზე ზუსტად ჩდება კითხვა, ხო, თუ ჩვენ იმ სტრატეგიაში წერია, რომ ყოველ წელს უნდა იყოს კლება საგზაო შემთხვევების, დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობის. როდესაც გადის ეს წლები და შემდეგ გადავხედავთ, იყო თუ არა ეს კლება, რეალურად ჩვენ 2017 წლის შემდეგ პრაქტიკულად გაყინული ციფრი გვაქვს სამწუხაროდ დაღუპულების და დაშავებულების და აი ბოლო პერიოდში უფრო მატებაც კი შეინიშნება. რაც ბადებს კითხვებს, რომ საჭირო არის ამ სტრატეგიების გადახედვა საერთოდ, რაც გვაქვს. მიზეზებზე რომ ვთქვათ, აი რა განაპირობებს ასეთ მაღალ მაჩვენებელს? ხო, პირველი და მთავარი დარღვევა და ასე ვთქვათ, მთავარი მიზეზი, მოდით ასე უფრო სწორია ვთქვათ, ვიდრე დარღვევა, იმიტომ რომ ბევრ კომპონენტს მოიცავს, არის სიჩქარე და სიჩქარის გადაჭარბება, ეს ის დარღვევა, რომელიც კლავს, ანუ მას როგორც საერთაშორისო ექსპერტები უწოდებენ და არის მკვლელი დარღვევა, თრობის ქვეშ საჭის მართვასთან ერთად, ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ დარღვევად და ჩვენ პრობლემა გვაქვს ის, რომ რამდენად ოპტიმალური სიჩქარეა დადგენილი საერთოდ ქვეყნის მასშტაბით. ანუ ის რაც დასაშვებია, ისიც კი რამდენად სწორად არის განსაზღვრული, იმიტომ რომ საერთაშორისო პრაქტიკა გვეუბნება, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში უნდა იყოს 30 კილომეტრამდე საათში განსაზღვრული სიჩქარე, შეზღუდვა უნდა დაწესდეს, ვინაიდან ქვეითთან შეჯახების შემთხვევაში ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ქვეითი გადარჩეს. ჩვენ სტატისტიკაში აი თქვენ რაც ბრძანეთ, მე-13 მოდის ზუსტადაც ქვეითებზე და აქ ჩანს ის, რომ ქვეითები პრაქტიკულად დაუცველები არიან ქუჩაში. საჭიროებს სიჩქარის მენეჯმენტს, ამაში იგულისხმება ის, რომ მაგალითად ჩვენ რეალობა გვაქვს გზებზე, ხომ? ფულით, ანუ ჯარიმა შეგვიძლია გადაიხადო, გაზრდილი ჯარიმა და ამ შემთხვევაში გადააჭარბოს სიჩქარეს, მერე ისევ გადაიხადო ჯარიმა, გადააჭარბოს სიჩქარეს, ანუ ჯარიმა არ არის პრევენციული ხასიათის ამ შემთხვევაში. თუ თქვენ გაქვთ ფული, ის შეგვიძლია ჯარიმა, ანუ დარღვევა შეიძინოთ და მაშინ არის პრევენციული ხასიათი. ქულათა სისტემა თქვენ ალბათ გახსოვთ ბევრი წლის წინ ჩვენც არასამთავრობო ორგანიზაციების და ვინც ამ სფეროში ვართ ვიბრძოდით იმისთვის რომ ქულათა სისტემა დანერგილიყო. რას ნიშნავს ქულათა სისტემა? რომ ადამიანი შეჭირებულია ფინანსურად თუ შეძლებულია ფინანსურად კანონის წინაშე ყველა თანაბრდებოდა. დღეს ასე აღარ არის, ვისაც დაუშვათ ფული აქვს და შეჭირებული ადამიანი აწვება მთლიანად სისტემა ამ შემთხვევაში შეჭირებულ ადამიანს, ვინაიდან ქულათა სისტემა არ მოქმედებს სიჩქარის გადაჭარბებაზე მაგალითად, ხო? თუ მიბმული იქნება კამერებზე ქულათა სისტემა, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა კი აღარ იქნება გადამწყვეტი, არამედ ადამიანები დაიწყებენ მართვის მოწმობის მოფრთხილებას პირველ რიგში, რომ არ დაკარგონ მართვის მოწმობა. და ამის გამო არ გადააჭარბებენ. და ამის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო შეიძლება არ გადაჭარბონ, არის ქულათა სისტემა. მეორე და ყველაზე მთავარი ფაქტორი მიდგომებში არის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ახლა ძველ დროშიც მე საარქივო მასალაზე რომ ვმუშაობ,
სულ არის, რომ აი მძღოლი არის დამნაშავე, მძღოლი უნდა დავსაჯოთ, მძღოლს ესე მოვექცეთ, ისე სიმკაცრეა საჭირო და რა თქმა უნდა გარკვეული თვალსაზრისით სიმკაცრე არის საჭირო, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, ვინც სხვების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს, მაგრამ დღევანდელი თანამედროვე მიდგომით ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ თუნდაც მძღოლმა დაუშვას შეცდომა ის არ გახდეს ფატალური მიზეზი საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომ არის ერთ-ერთი Vision Zero, ესე ვამბობთ, უწოდებთ მას, ეს ნიშნავს ნულოვან დაღუპულს გზებზე. ნულოვან მაჩვენებელს დაღუპულების გზებზე, ну, ერთ შეხედვით თავიდან ყველას ეღიმებოდა ამაზე, როგორ შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, ესე იყოს, მაგრამ რეალურად თანამედროვე მიდგომით მძღოლი ყოველთვის დამნაშავე არ არის და თუნდაც მან, ასე ვთქვათ, ჩაიდინოს ან მოვიდეს რაღაც შეცდომა გზებზე, ის არ უნდა დაიღუპოს, ისე უნდა იყოს ინფრასტრუქტურა გამართული. ხო, ეს ინფრასტრუქტურის ნაწილი არის კიდე ერთი. ჩვენ ალბათ მე სტატისტიკა არ მინახავს, მაგრამ თქვენ გეცოდინებათ, ერთი არის ქოითების მიმართულება, რომელიც ალბათ რო ქალაქად ხდება და სიჩქარის არასწორი მართვით და მოკლედ ამით ხდება ეს ამბავი და მეორე არის რაღაც კონკრეტული წერტილები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც სულ ხდება ავარია. დიახ. ეს არის პირდაპირ ინფრასტრუქტურული ჩავარდნა, ხო? ანუ რაღაც ჩვენ სტატისტიკა გვიჩვენებს რაღაც ადგილები არის, რომელიც არის მკვლელი ადგილები. რა ტიპის რა პოლიტიკა უნდა იყოს ამ მიმართულებით? ხო, არის ქვეყნის მასშტაბით არაერთი ეგრეთ წოდებული შავი წერტილი, ეს რომ განუმარტოთ მაყურებელს, ის მონაკვეთებია, სადაც ბევრი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ხდება გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე. პირველ რიგში საჭირო ამ მონაკვეთების იდენტიფიცირება ბოლომდე და შესწავლა. ამ მონაკვეთებს უნდა სწავლობდეს საექსპერტო ჯგუფები, იქ შეიძლება იყოს ეს გზების ინჟინერი, გარეგანათების სპეციალისტი, სიტყვაზე ვამბობ ხამას. გამომდინარე იმ პრობლემიდან შეიძლება იყოს კიდე ცალკე პრობლემა საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები როგორც ესეთი არ გვყავს. ანუ ესეთი განათლების რაღაც პროგრამაც პრაქტიკულად არ არსებობს. მაგრამ ნუ აქ ჩვენ ვიყიდებით გამოცდილ ადამიანებს, ვისაც გარკვეული შეხება ქონია, თუმცა შავი წერტილების აღმოფხრას რა აღმოფხრისთვის რა ღონისძიებები ტარდება ეს ჩვენთვის არ არის ახლა თლად ბოლომდე ცნობილი, მაგრამ თუ აღმოფხრით აი მონაკვეთებს დაახლოებით 20-25%-ით დაიკლებს დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა. აქ კვლავ მივდივართ იმ თემაზე, რომ ვინ არის პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, ვინ განსაზღვრავს ბოლომდე ამ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას. ჩვენ მაგალითად გვაქვს დეპარტამენტი საგზაო უსაფრთხოების, ჩვენ თვითონვე ვითხოვდით მის შექმნას სხვათა შორის. მაგრამ ჯერჯერობით ეს დეპარტამენტი არის თეორიებზე მომუშავე უფრო ვიდრე პრაქტიკული ნაბიჯების გადამდგმელი, იმიტომ რომ არ აქვს მას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ აი ზუსტად ესეთი შემთხვევები შეისწავლოს პრაქტიკულად, დადოს დასკვნა და შემდგომ იყოს ლიდერი სტრუქტურა, ვინც გადაწყვეტს ამ პრობლემებს. ქოითებთან მიმართებაში არის პრობლემა, ეს შავი წერტილები ხშირად შესაძლოა იყოს ზუსტად ქოითებთან დაკავშირებული. ძალიან ხშირად მახსენდება ახლა ესეთი მონაკვეთები, მაგალითად ყველაზე მეტი გარდაცვალების ფაქტები არის როგორც წესი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც ასე ვთქვათ მაგისტრალი შედის დასახლებულ პუნქტებში, ხო, იმიტომ რომ არ არის საფეხმავლო ბილიკები შესაბამისად მოწესრიგებული, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე მიდგომა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ინფრასტრუქტურის გზით უნდა დავიცვათ მოქალაქეები.